Am წუთებში ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. მთავარი თემა, რაც უნდა განიხილონ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტია. მიშა ფეიქრიშვილს ვთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. მიშა, დაიწყო თუ არა შეხვედრა და ხომ არ გაკეთებულა განცხადებები წინასწარ? შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების და პრემიერ-მინისტრის რამდენიმე წუთში დაიწყება. შეხვედრის მთავარი თემა, როგორც აღნიშნეთ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტია და ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის დღევანდელ ხდომას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრება. შესაბამისად, ის დეპუტატებს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტის იმ ვარიანტს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და ამ შემთხვევაში უმრავლესობის ფრაქციების წარმომადგენლებს ექნებათ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება უკვე პროექტზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. ბუნებრივია, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვერ ასწდებიან კიდევ ერთ თემას მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს და თავად საქართველოს პარლამენტში, ასე ვთქვათ, საკადრო გადაადგილებებს, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი პოლიტიკურად მიზანშეუწონლად არ მიიჩნევენ, რომ ვთქვათ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებს კვლავ იკავებდნენ ფრაქციიდან წასული თავისუფალი დემოკრატები. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა მსჯელობა არც გაიმართოს, იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობაში ამ კუთხით პოლიტიკური თანხმობა არსებობს, რაც ეხება ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ზურაბ ბაბაშიძის ყოფნა არ ყოფნის საკითხს ამ თემაზე შესაძლოა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს უმრავლესობაში და ამ თემაზე ბუნებრივია საუბარი შედგება. რაც ეხება როგორც დასაწყისში აღნიშნეთ ბიუჯეტის პროექტს, ამ კუთხით თავიანთი მოსაზრებები უკვე გამოთქვეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადებები. უკვე იხილავს ამ კვირაში დაგეგმილია სავარაუდოდ პარასკევს ბიუჯეტის განხილვა და შესაბამისად საკითხები იქნება პირველ რიგში ბიუჯეტთან დაკავშირებული, რაც გვინდა რომ უმრავლესობის ფორმატში შევაჯეროთ. შეიძლება იყოს სხვა დამატებითი საკითხებიც, რომელიც შეიძლება პოლიტიკურად საყურადღებო იყოს. თუმცა მთავარი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არის ბიუჯეტი. დღეს არ მგონია რომ კომიტეტის თავმჯდომარების საკითხი შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით წინა შეხვედრაზე, რომ გადავდოთ დროებით ეს საკითხი, იმიტომ რომ კომიტეტის თავმჯდომარის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებს თავმჯდომარე იმ ვალდებულებებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს. თუ აქ პრობლემები არ იქნება იმ კუთხით, რომ კომიტეტმა შეასრულოს თავისი ფუნქცია, ბუნებრივია ჩვენ პერსონალურად იმის მიხედვით ჩვენი ყოფილი პარტნიორები დღეს არ არიან, პერსონალური განწყობებით ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ.